ეს ასე ვაგრძელებთ გაკვეთილის მიზნებზე საუბარს და აღნიშნეთ, რომ გაკვეთილის მიზნები უნდა იყოს გასაგები და არაორაზროვანი. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები. მოსწავლეები გაიგებენ საზოგადოების სტრუქტურას და მეორე მაგალითი, მოსწავლეები აღწერენ კავშირს საზოგადოების სტრუქტურასა და სამრეწველო რევოლუციას შორის. პირველი მიზანი, როგორც ხედავთ, ძალიან ზოგადია და მასში არ ჩანს თუ როგორ გამოამჟღავნებენ მოსწავლეები იმას, რომ საზოგადოების სტრუქტურა გაიგეს. ამგვარი მიზანი არ უზრუნველყოფს მასწავლებლისათვის სრულ ინფორმაციას თუ რა ეცოდინებათ მის მოსწავლეებს ამ გაკვეთილის შემდეგ და არც იმას თუ როგორ უნდა შეაფასოს მან მიაღწიეს თუ არა მოსწავლეებმა მიზანს. მეორე მაგალითში ნათლად არის ნაჩვენები მოსწავლეთა მოსალოდნელი ქცევა. მაგალითს ავიღებთ ისევ ჩვენი გაკვეთილიდან კარგი ვაშლები და ჩამოვთვლით მიზნებს. შემდეგი სამი მიზანი აქვს ამ გაკვეთილს. ბავშვები გაიგებენ, რომ ადამიანები რაღაცით ერთმანეთს ყვანან და იმავდროულად განსხვავდებიან კიდეც. ადამიანთა განსხვავებულობა დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ეს განსხვავებები ადამიანთა ცხოვრებას მრავალფეროვანსა და ღირებულს ხდის. შემდეგი პუნქტი. ეს არის საჭირო დრო. კითხვაზე თუ რა დრო არის საჭირო გაკვეთილის ჩასატარებლად, მოკლე პასუხი ასეთია: იმდენი, რამდენიც დასჭირდება. ზოგიერთ გაკვეთილს შეიძლება 30 წუთი დასჭირდეს, ზოგს კი 2 გაკვეთილი. გაკვეთილის წერისას უნდა გვახსოვდეს, რომ პროგრამა გადატვირთულია. მასწავლებლები უფრო ხალისით ასწავლიან იმ გაკვეთილს, რომელსაც ერთი საგაკვეთილო დრო სჭირდება, ვიდრე იმას, რომელსაც 4 გაკვეთილი დასჭირდება. არ უნდა ვეცადოთ ჩავატიოთ, რაც შეიძლება ბევრი ერთ გაკვეთილში. ძირითადი წესი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივდიოთ, არის შემდეგი: იმისათვის, რომ ვასწავლოთ ცოტა, უნდა ვასწავლოთ ბევრი. თუ გაკვეთილი მოიცავს ძალიან უხმა სალას, მოსალოდნელია, რომ მოსწავლეები ისწავლიან ძალიან ცოტას. უნდა ვეცადოთ გაკვეთილის დედა აზრის შენარჩუნებას და გამოვცადოთ გაკვეთილი, რაც შეიძლება მეტ კლასში, რათა განსაზღვროთ საჭირო დრო. შემდეგი პუნქტი გვაქვს საჭირო მასალები. საჭირო მასალები ჩამოთვლილი უნდა იყოს გაკვეთილის დასაწყისშივე. მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მოულოდნელი სიურპრიზები გაკვეთილის მსვლელობისას. მან ზუსტად უნდა იცოდეს, როგორი სამუშაო ფურცლები, რა თვალსაჩინოებები, რა სავარჯიშოები უნდა მოამზადოს კლასში შესვლამდე. ყველა სამუშაო ფურცლის, თვალსაჩინოების და სავარჯიშოს ასლი უნდა ერთვოდეს გაკვეთილს. მასწავლებელმა არ უნდა იზრუნოს მის დამზადებაზე. ჩვენი გაკვეთილისთვის დაგვჭირდება თითო ვაშლი ყოველი მოსწავლისათვის, ასევე დამატებით 2-3 ვაშლი. ვაშლები უნდა იყოს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის, ასევე კარგი იქნება თუ შევარჩევთ განმასხვავებელი თავისებურებების მქონე ვაშლებს. მაგალითად, ფოთლები, ნაოჭები და ხაზები, ლაქები და დაჟეჟილი ადგილები და დაგვჭირდება მჭრელი დანა. შემდეგი პუნქტი არის მე-9 პუნქტი, თვითმსვლელობა გაკვეთილის. ეს არის გაკვეთილის ძირითადი ნაწილი. მასში აღწერილია თუ როგორ ეხმარება მასწავლებელი მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. ეს ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. კერძოდ, ყოველთვის, როცა შესაძლებელია, გამოყენებული უნდა იყოს აქტიური სწავლების მეთოდი. გამოკვლევები უკაცრავად ადასტურებს, რომ მოსწავლეები უკეთ სწავლობენ მაშინ, როცა ისინი ჩართულები არიან სასწავლო პროცესში, ვიდრე მაშინ, როცა ისინი პასიურად უსმენენ მასწავლებელს. ზუსტად უნდა შეფასდეს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა მოსწავლეებს. აქვთ თუ არა მათ ამ გაკვეთილისათვის საჭირო უნარები. შეძლებთ თუ არა გაკვეთილი მათი ყურადღების დაპყრობას. საკმარისი აქტივობებია თუ არა მათი ყურადღების შესანარჩუნებლად. პროცედურა გაკვეთილისა უნდა იყოს ზუსტი და ნათელი, ანუ მასწავლებელს თითქმის არაფერი არ უნდა დაუტოვოთ ფანტაზიისათვის. თავისთავად არაფერი მოხდება, გარდა იმისა, რასაც მასწავლებელს ვთავაზობთ. ხშირად გაკვეთილი ისე მაღალფარდოვნად არის დაწერილი, რომ მკითხველს აფრთხობს.
თუ მასწავლებელი ვერ მიხვდება, როგორ უნდა ასწავლოს კონკრეტული გაკვეთილი, ის სულაც უარს იტყვის მის გამოყენებაზე. ძალიან კარგი იქნება თუ ყურადღებით, ზუსტად და ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნით აქტივობებს. ამ გაკვეთილის მომხმარებელს არაფერი უნდა დაუტოვოთ გამოსაცნობი. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მას, ვინც გაკვეთილს გამოიყენებს, მანამდე არასოდეს უსწავლებია. ვაგრძელებთ ისევ მსვლელობაზე საუბარს და შემდეგი პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ ნაწილის წერისას, ეს არის უნდა დავწმუნდეთ, რომ სასწავლო შინაარსი ზუსტად არის მოცემული. ავტორი არ უნდა იყოს დაუდევარი სხვადასხვა საგანთან დაკავშირებული ლექსიკის და ან საგნის საფუძვლების სწავლებისას. ტერმინები და განსაზღვრებები ისე უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ეს სპეციალისტთა და არაპროფესიონალთა წრეშია მიღებული. გაცილებით ადვილია თავიდან სწორად სწავლება, ვიდრე მცდარად ნასწავლის ხელახლა სწავლა. უნდა ვცვალოთ სწავლების მეთოდები. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეები სხვადასხვაგვარად სწავლობენ და ვეცადოთ ყოველ მათგან შევქმნათ მოცემული თემის შესწავლისათვის საჭირო პირობები. გაკვეთილში უხვად უნდა იყოს კითხვები და მათი პასუხები, ასევე აუცილებლად უნდა იყოს კითხვები დისკუსიისათვის და სავარაუდო პასუხები. ხშირი კითხვები გაკვეთილის მსვლელობისას ეხმარება მოსწავლეს დაიმახსოვროს ძირითადი, იყოს აქტიური და არ მოადუნოს ყურადღება. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს გაკვეთილის მიზნები. გაკვეთილის აგებისას უნდა გვახსოვდეს მიზნები. ავტორმა უნდა შეამოწმოს ყველა მიზანი არის თუ არა მიღწეული გაკვეთილის მსვლელობაში. საფრთხეები გაკვეთილის წერისას. უნდა ვერიდოთ გაკვეთილში ზუსტ თარიღებიანი მაგალითების მოტანას. ეს ამცირებს გაკვეთილის სიცოცხლეს. ასევე უნდა ვერიდოთ უმიზნო იუმორსაც. ვსაუბრობთ ისევ გაკვეთილის მსვლელობაზე და მაგალითი ჩვენი გაკვეთილიდან კარგი ვაშლები. უთხრეთ მოსწავლეებს, რომ გსურთ დაადგინოთ ადამიანთა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, დაალაგეთ ვაშლები მოსწავლეების წინ მაგიდაზე, აარჩევნეთ ყოველ მათგანს თითო ვაშლი, სთხოვეთ დააკვირდნენ და განსაჯონ, კარგია თუ არა მათ მიერ არჩეული ვაშლი, შესთავაზეთ ყურადღება მიაქციონ ვაშლის სპეციფიკურ თავისებურებებს, დაავალეთ შეადგინონ პატარა ამბავი საკუთარ ვაშლზე და უამბონ მეგობარს, სთხოვეთ ამბები მთელ კლასს გააცნონ, უთხრეთ, რომ ვაშლები მაგიდაზე დააბრუნონ, აურიეთ ვაშლები და სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი ვაშლის მოძებნა. როდესაც ადგილებზე დაბრუნდებიან, გკითხეთ, როგორ გამოიცნეს საკუთარი ვაშლი. ისინი აუცილებლად ისაუბრებენ ფერზე, ფორმაზე, ზომაზე და განსაკუთრებულ თავისებურებებზე. გკითხეთ, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ადამიანებთან. სთხოვეთ ჩამოთვალონ, რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან, იმსჯელეთ, რატომ არის ეს განსხვავება მნიშვნელოვანი. გააკეთეთ ადამიანთა საერთო ნიშნების ჩამონათვალი, იმსჯელეთ ამ საერთოს მნიშვნელობაზე. შეიძლება ჩამონათვალის გაკეთება მცირე ჯგუფებში და შემდეგ მთელი კლასისათვის გაზიარება.